თვითმმართველი ქალაქის მერობის კანდიდატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ახალციხის ყოფილი გამგებელი გელა დებეტრაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ 3 მაისს ახალციხეში განაცხადა. ნაციონალური მოძრაობის საგანგებო შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა საკუთარი მერობის კანდიდატი და პარტიული სიის პირველი ნომერი ზურაბ სადათიერაშვილი მხარდამჭერებსა და რეგიონული ოფისის წევრებს წარუდგინეს. თავად გელა დებეტრაძე განმარტავს, რომ მისი კანდიდატად არჩევის გადაწყვეტილება პარტიამ მიიღო. შესაბამისად 2014 წლის არჩევნებზე იგი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მე პატივსაცემ ყველა კონკურენტს, რამდენადაც ინფორმაცია მაქვს ამ პოსტისთვის იბრძოლებს დაახლოებით 5 ადამიანი და იმედია იქნება ღირსეული შეჯიბრება, იმედია იქნება 7 გარემო არჩევნებისათვის და ნახოთ ხალხის გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მე პატივს ვცემ. გარდა მერობის კანდიდატისა ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ შეხვედრაზე პარტიის მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით გამგებლობის კანდიდატების ვინაობასა და პარტიული სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებსაც გაეცნენ. ახალციხეში გამგებლობის კანდიდატი გოჩა გვარამაძე, სიის პირველი ნომერი კახაბერ მოდებაძე იქნება. ასპინძასა და ადიგენში მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებად ყოფილი გამგებლები ბესიკ ბექაური და სიმონ პარუნაშვილი დასახელდნენ. ორივე მუნიციპალიტეტში ცნობილი გახდა პარტიული სიის პირველი ნომრებიც. ასპინძაში გიორგი გიორგაძე, ხოლო ადიგენში გივი ენდელაძე. შერჩეული არ არის გამგებლობის კანდიდატი ბორჯომში, სიის პირველი ნომერი კი აქ ვეფხვია გრიგალაშვილია. სავარაუდო კანდიდატების ვინაობა უცნობია ახალქალაქსა და ნინოწმინდაშიც. პარტიის სიის პირველი ნომერი კი ახალქალაქში ჰარუთინ ალქსიანი იქნება. გადაწყვეტილება რა თქმა უნდა ჩემია, მე მივიღე და გამომდინარე ჩემი რაიონიდან. მე ამ აქ 6 წელი აქ არ ყოფილი ვარ, 7 წელია. მე მომენტი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მე ვიყავი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომენკლატურაში, სომხეთის რესპუბლიკაში მუშაობდი იქ საქართველოს სრულუფლებელ დესპანად. პრობლემები დამჭა, რომელიც არჩევნად მოგვარებელი, ბევრი შენობილობა დარჩა დასასრულებელი. მე ვფიქრობ, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში ამ პრობლემის მოგვარებას გავაგრძელებ თავისთავად და იმ მნიშვნელოვან პროექტებს დავასრულებ. ფაკულტეტის შენობებას დავიწყებ და რა თქმა უნდა ახალ პროექტებსაც თავისთავად მნიშვნელოვან პროექტებს ასპინძასაც დავიწყებ და დავასრულებთ. კანდიდატები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით მიიღებენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბის თავმჯდომარემ გიგი უგულავამ წარადგინა. მან მმართველი პარტიის 2 წლიან მუშაობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამ ხნის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არც ერთი პროექტი წარმატებით არ განხორციელებულა. გარდა ამისა, გიგი უგულავამ მხარდამჭერებს ვანო მერაბიშვილის წერილი წაუკითხა. სამწუხაროდ, მე მხოლოდ ბოლო წლებში მოვიცალე ახალციხესთვის, რასაც ძალიან ვნანობ, ნათქვამია ყოფილი პრემიერის წერილში. საქართველოს ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის, ჩვენი პარტიაც ნაციონალური მოძრაობაც ემზადება გამარჯვებისთვის. საზოგადოება ყოველდღიურად კარგად ხედავს, რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაჩერდა განვითარება, ერთადერთი რაც იზრდება ეს არის უმუშევრობა, იზრდება კრიმინალი და ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ აქვს. ხელისუფლება ყველგან ეძებს აგენტებს, მედიაში ეძებს აგენტებს, თავის რიგებში ეძებს მოღალატეებს. სამოქალაქო საზოგადოებას დასცინის აბუჩად იგდებს, არა აქვს ეკონომიკური განვითარების გეგმა. ჩვენი ამოცანაა, რომ მოვიგოთ ეს არჩევნები, მაგრამ იმისთვის, რომ მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც სამწუხაროდ ძველად იყო, ამ პრობლემების დიდი ნაწილი კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და თუ კი რამე ქვეყანაში გამოსწორების გზას ადგა, სამწუხაროდ ეს პროექტები გაჩერდა. აი მაგალითად, აგერ ჩემი გვერდით ბრძანდება ქალბატონი ლუიზა, მას ჰქონდა დახმარება და ადამიანებს იმის ნაცვლად, რომ მეტი დავეხმაროთ და მეტი გავაკეთოთ, ასეთ ადამიანებს მოუხსნეს დახმარება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და მხარდამჭერების შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც დაახლოებით 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ვაჟა ჩიტაშვილმა გახსნა. ამ დროისთვის უცნობია, ვინ დასახელდება ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატებად. ასევე უცნობია პარტიული სიის პირველი ნომრის ვინაობა ნინოწმინდაში.